ეთერების ეთერშია საინფორმაციო გამოშვება ქრონიკა სტუდიაში სოფო ცერცვაძე მუშაობს. სანამ ახალ ამბებს გაგაცნობთ, გეტყვით, რომ ქრონიკის დასრულების შემდეგ პირდაპირ ეთერში გადაცემა თქვენი დრო დაიწყება, რომლის სტუმარი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია იქნება. თქვენი დრო 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. რუსთავის მერი დავით ჯიქია მე-11 მიკრორაიონში ყოფილ საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მათი საცხოვრებელი პირობებით დაინტერესდა. ადგილობრივებმა დავით ჯიქიას მიმდებარე ტერიტორიაზე შიდა კომუნიკაციების მოწესრიგებას თხოვეს. ქალაქის მერის თქმით, პრობლემას რუსთავის წყალთან ერთად შეისწავლის და საკითხის გადაწყვეტის გზებზე იმსჯელებს. დღესვე დავით ჯიქიამ შეხვედრა თოდრიას ქუჩის მოსახლეობასთანაც გამართა. დიდი მადლობელი ვარ, რომ ყურადღებას გვაქცევს, სხვაგანაც შევხვედრი ვარ სხვა ეზოებში შეხვედრას დამინახია ბევრგან, რომ აქცევს ქალაქს ყურადღებას. რა ვიცი, ხალხს ძალიან ბევრი მოლოდინი გვაქვს. კარგი განწყობა გვაქვს, რა კი ეს არჩევნები კარგად და მან ნამდვილად დემოკრატიულად ჩატარდა. იმედი მოგვეცა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ასპარეზი დიდი აქვს. პირდება იმედი გვაქვს. შეგვპირდა, რომ წელს ბიუჯეტში მარტო ამ გზის დამთავრება არის და მომავალ ბიუჯეტში თავიდან ჩაიდება თანხები და მე ალბათ ახალი პროექტები იქნება. ლეონიძის პარკის რეაბილიტაცია დაიწყო პროცესი. ქალაქის მერმა დავით ჯიქია მოადგილებთან ერთად დაათვალიერა და უკვე შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო. ამ ეტაპზე აღნიშნულ მონაკვეთზე წყლის სისტემა წესრიგდება. პარალელურ რეჟიმში კი ფეხით-სავალი ბილიკის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია მშენ ელექტროსერვისი აწარმოებს. ლეონიძის პარკის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება. ეს პროექტი დაიწყო სულ რაღაც 2 კვირა არის. ანუ ცენტრალური ბიუჯეტის თანხა არის 9 მილიონი. ძირითადი სამუშაოები ანუ რა მიმდინარეობს, მოეწყობა ბილიკები, განათებები, დადგება სკამები, ამის შემდეგ უკვე ფაქტურად შემოდის წყლის სისტემა და პირველ ეტაპი მთავრდება. ანუ ამის შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ რჩება დარჩენილი ნიადაგის გასწორება და ხეების დარგვა. ანუ ხეების დარგვასთან დაკავშირებით შეეხება ალბათ უახლოეს პერიოდში რაღაც პროექტის მონახას გავაკეთეთ და იმის მიხედვით მოხდება რა ხე დაირგას და როგორ დაირგას. ანუ სამუშაო მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელი აქვს, რაღაც პატარა ნიუანსები ეს გამოსწორდება. მიმდინარეობს ლეონიძის სკვერის რეაბილიტაცია, კეთდება ქვაფენილი, ბარდიულები, განათება, ნაგვისურნები. სამუშაო დასრულება 15 დეკემბერს. 2013 წლის ბოლოს ქალაქის მასშტაბით ყველა ეს პროექტი დასრულდება, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წელს დაიწყო. მერის მოადგილის დავით ხირტლაძის განცხადებით, რუსთავში წლის ბოლომდე შიდა კვარტალური გზების სახურავების გადახურვის პროცესი და რუსთავისა და ლეონიძის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად თანხები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერაა გამოყოფილი. მიმდინარე წელს დასრულდება ლეონიძის სკვერი, მინდა გითხრათ, ასევე ცენტრალური პარკი და მე-12 მიკრორაიონში, მე-11 მიკრორაიონში, ასევე სხვა მიკრორაიონებში დასრულდება შიდა კვარტალური ეზოების მოასფალტება. სახურავებთან მიმართებაში მინდა გითხრათ, რომ სტიქიის შედეგად თითქმის დასრულებულია, ბოლო რამდენიმე კორპუსი დარჩა, ხოლო რაც შეეხება ბრტყელ გადახურვებს, დაიწყება და დასრულდება კიდევაც ვადა აქვთ დეკემბრის შუა რიცხვებამდე. შიდა კვარტალური გზის საფარის დაგება მე-17 მიკრორაიონში მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში ქალაქში რამდენიმე ქუჩაზე ბორდიურებისა და სანიაღვრე წყლის სისტემა წესრიგდება. გზატკეცილი პლუსი რუსთავში შიდა გზების რეაბილიტაციის პროცესს დაახლოებით 1 თვეში დაასრულებს. ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით სოკარ ჯორჯია გაზიკახეთი მოსახლეობაში გაზდანადგარების ინვენტარიზაციას ახორციელებს. ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები თითოეულ ოჯახში წყლისა და ოთახების გამათბობლების დეტალურ აღწერას აწარმოებენ, რათა მოსახლეობაში მოწამვლის შემთხვევები მინიმუმამდე დავიდეს. სოკარ ჯორჯია გაზიკახეთი რუსთავის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს რაიმე სახის დარღვევის შემთხვევაში დარეკონ ორგანიზაციის ხელხაზზე. ამ ეტაპზე 10,000-მდე აბონენტი შემოწმდა.
ძირითადად გამათბობლების პრობლემაა რუსთავში და წყალგამაცხელებლების 9 სართულიან კორპუსებში, როგორც მოსახლეობა არაერთხელ უთხარით მოსახლეობა 9 სართულიან კორპუსებში წყალგამაცხელებელი კალონკის დაყენება, დამონტაჟება და იქ სავენტილაციო არხში მისი შეერთება კატეგორიულად აკრძალულია, არ შეიძლება. 9 სართულიან კორპუსებს არ აქვს საკვამლი არხები. იმ წყალგამაცხელებელი კალონკებს საკვამლი არხი აუცილებლად ჭირდება. ამიტომ არის ისეთი ტიპის წყალგამაცხელებელი კალონკები, რომელსაც არ ჭირდება საკვამლი არხები. ცოტა ძვირადღირებულია იმ წყალგამაცხელებლებთან შედარებით, რომლებიც ჩვეულებრივ ბაზარზე იყიდება 100 ლარით მეტია, მაგრამ ადამიანი დაცულია იმ გამონაბოლქვისგან, იმ თეორიისგან, იმ მოწამვლისგან და იმ ყველაფრისგან. ასევე არ შეიძლება ისეთი დანადგარების გამოყენება გამათბობლად, როგორიცაა ინფრაწითელი სანთურა. იუსტიციის სახლის მიერ დაწყებულ პროექტში, რომელიც პირადობის დამადასტურებელი მოწმობების უფასოდ გაცემას ითვალისწინებდა, 9143 მოქალაქე ჩაერთო, მათ შორის 8848 აქციით რუსთავის იუსტიციის სახლში ისარგებლა. პროცესი ქვეყნის მასშტაბით თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. იუსტიციის სახლების მასშტაბი და სამოქალაქო რეესტრების ტერიტორიულ სააგენტოებში შესაძლებელი იყო უფასო პირადობის მოწმობების მიღება წინა საარჩევნოდ. უფასო პირადობის მოწმობების გაცემის აქცია დაიწყო სექტემბრის თვეში, დასრულდა ოქტომბრის 10 რიცხვისთვის. საქართველოს მასშტაბით ისარგებლა 9000-ზე მეტმა მოქალაქემ აქციის ფარგლებში, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ესარგებლად უფასო პირადობის მოწმობები. რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრში სარემონტო სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტაცია აღმოსავლეთ ევროპის საპროექტო ჯგუფის ფინანსური მხარდამჭერით განხორციელდა. რუსთავის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა ცენტრს ამ დროისთვის 100 ბენეფიციარი ჰყავს, რომლებიც პროექტში საკუთარი შესაძლებლობების გათვალისწინებით არიან ჩართულები. როგორც მოგახსენებათ, პირველი პროექტი ჩვენს ცენტრში იყო სასადილო და საცხობი დაფინანსდა გერმანელების მხრიდან. ამ პროექტში ჩართულები არიან თვითონ ბენეფიციარებიც. შემდეგი პროექტი იყო სამზარეულო. აქაც ასევე ბენეფიციარები არიან ჩართული შრომით აქტივობებში. იგეგმება მესამე პროექტი უახლოეს მომავალში და მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ ეტაპზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ ყველა სერტიფიცირებულ პედაგოგს სახელფასო დანამატი შეუნარჩუნდება და ამ მიმართულებით ცვლილებები არ იგეგმება. ახალი მოდელი მაქსიმალურად იქნება მორგებული პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ქრონიკა პირდაპირ ეთერში განაგრძობს მუშაობას. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამება დაასრულა. საარჩევნო ადმინისტრაციამ 3741 უბნის შედეგები დათვალა. წინასწარი მონაცემებით პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ხმების 62.11% მოიპოვა. დავით ბაქრაძემ ხმათა 21.73% მიიღო. ნინო ბურჯანაძემ კი 10.18%. შალვა ნათელაშვილს მხარი ამომრჩეველთა 2.88%-მა დაუჭირა. გიორგი თარგამაძეს კი 1.06%-მა. დანარჩენმა კანდიდატებმა 1%-ზე ნაკლები ხმა მიიღეს. რუსთავის პატარა მაყურებელს კულტურის სახლი ხუთშაბათსა და პარასკევს სპექტაკლებს შესთავაზებს. მიუზიკლში, რომელიც რეჟისორმა ვახტანგ გალავიძემ დადგა 4 ადგილობრივი მსახიობია დაკავებული. სპექტაკლი ერთმოქმედებიანია. მიუზიკლი მუსიკალურად ლევან რუსიამ გააფორმა. ყველა მსურველს მისი ნახვა 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს 11 საათზე შეეძლება. ამ კვირის რეპერტუარი ჩვენ ხუთშაბათს და პარასკევს გვაქვს ჩაგეგმილი. ეს არის ვახტანგ გალავიძის მიერ, რეჟისორ ვახტანგ გალავიძის მიერ გახორციელებული სპექტაკლი სამი გოჯი. ძალიან ისეთი პოპულარული და აქტუალური გახდა, საერთოდ აქტივის გახდა ეს სპექტაკლი, იმიტომ რომ მოთხოვნა ძალიან დიდია და ამიტომ ჩვენ მაყურებელთა თხოვნით აი ეს სპექტაკლები კიდევ ერთხელ ჩავტვირთეთ ამ კვირას, იქნება პარასკევსა და ხუთშაბათსა და პარასკევს და ასევე სამშაბათს 11 საათზე. თუ ვისმე სურვილი ექნება კიდე, მობრძნადენ ისიამოვნონ, იმიტომ რომ მართლაც არაჩვეულებრივი მუსიკალია გაკეთებული. რუსთავში ემიგრანტი პოეტის ეკა ბჟალავას პოეზიის საღამო გაიმართა. პოეტმა რუსთაველ საზოგადოებას ლექსების კრებული კოსმიური პაემანი წარუდგინა. წიგნში სულ 102 ლექსია შესული. საღამო რუსთავის თეატრში გაიმართა, რომელიც მუსიკალურად რუსთაველმა მუსიკოსმა მალხას ხონელიძემ გააფორმა.
და მადლობა მოუხადო რუსთავის საზოგადოებას, ვინც ეს ღონისძიება ჩაატარა და წინასწარ განიზრახა, რომ ჩაეტარებინა აქ ამ თეატრში. მინდა ჩემს მეგობრებს ყველას სიხარული და სიყვარული ვაჩუქო, თქვენ უდიდესი მადლობა. ჩემი პოეზია ყოველთვის ეძღვნება სიყვარულს, სამშობლოს. ქალბატონი ეკას პოეზიას გავეცანი სულ 1-2 წლის წინ. მომხიბლა იმისმა სიყვარულმა ბუნებისადმი, ადამიანებისადმი. ქალბატონი ეკა სამშობლოს გადამეტებული სიყვარულის გამო წავიდა ჰოლანდიაში და დღეს ქართულ საქმეს აკეთებს ჰოლანდიაში. მიხარია, რომ რუსთავში ტარდება ასეთი საღამოები, შარშანაც ჩატარდა, წესაც ტარდება და ღმერთმა ხნას, რომ კიდე მრავალჯერ ჩატარებული. რუსთავი დღეს თბილისელ ახალგაზრდა პოეტებს მასპინძლობდა. 4 პოეტი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის ახალგაზრდებისთვის პოეზიის საღამოებს რამდენიმე კვირა მართავს. რუსთავის შემდეგ ისინი დასკვნით საღამოს თბილისში მოაწყობენ. ხშირად გვაქვს საერთოდ ესეთი შეხვედრები და ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია დღეს რუსთავში ყოფნა და განსაკუთრებით ახალი თაობისათვის ჩვენი შემოქმედების გაცნობა. უნდა გაეცნოს საზოგადოება ახალგაზრდა პოეტების შემოქმედებას. ძალიან საინტერესო ადამიანები არიან, ჩემი მეგობრები არიან და განსაკუთრებით მიხარია ის, რომ რუსთავში არიან, იმიტომ რომ რუსთავს ამ ბოლო დროს ჩამოუყალიბდა ძალიან კარგი ტრადიცია ახალგაზრდა პოეტებთან შეხვედრის. კომპანია სოკარის ეგიდით მარნეულის ჩაისახში სუხიშვილებმა მოსწავლეებს ქართული ცეკვის მასტერ-კლასი ჩაუტარეს. შედეგით, როგორც მოსწავლეები, ასევე ქორეოგრაფების კმაყოფილები დარჩნენ. ჩაისახლის დაარსების იდეა რეგიონში განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარებას ემსახურება. ქრონიკა პირდაპირ ეთერს უცხოეთის სიახლეებით აგრძელებს. ქვეყანაში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური პროექტის პრეზენტაცია თურქეთში, სტამბოლში ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი პირველი სარკინიგზო გვირაბი გაიხსნა. პროექტის ბიუჯეტმა 4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვლადიმერ პუტინმა სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას. პუტინის განცხადებით ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ოლიმპიადის ყველა სტუმარმა თავი კომფორტულად იგრძნოს. რუსეთში ახლად მიღებულმა კანონმა, რომელიც ჰომოსექსუალობის პროპაგანდას კრძალავს, შეშფოთება გამოიწვია, გაჩნდა საფრთხე, რომ ქვეყნის კანონმდებლობა უცხოელ სპორტსმენებსა და ვიზიტორებზეც გავრცელდებოდა. ბრიტანეთში შტორმს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა სტიქის შედეგად ელექტროენერგია არ მიეწოდება 3000-მდე ოჯახს. გადაიდო სარკინიგზო და საავიაციო რეისებიც არიან დაშავებულები. ამსტერდამში დაიღუპა ქალი, რომელსაც მოგლეჯილი ხე დაეცა. სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას უახლოეს დღეებში არ ელოდებიან. ახლა კი ვნახოთ, როგორ ამის ვარაუდობენ სინოპტიკოსები ხვალ ჩვენს რეგიონში. ქრონიკა ამით დასრულებულია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.